დეველოპერული კომპანია მეტროპოლი მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა იმედაშვილმა BMG-TV-ს გადაცემაში ბიზნესის კვირეული ისაუბრა. მისივე ინფორმაციით მოკლევადიან პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში წარმოადგენლობის გახსნა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა იგეგმება. რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ სიტუაციას, კომპანიაში ამბობენ, რომ ბიზნესი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის. ის ასევე დასცენს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილება, ის საუკეთესო მომენტს ელოდება. შესაბამისად ტურბულენტობისას გადაწყვეტილება გადაიდება, თუმცა არსად არ ქრება. ამიტომ იმედაშვილს სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვს. იყიდება სასტუმრო მსხვილი უძრავი ქონების მყიდველებისთვის. ასეთი შეთავაზებები ინტერნეტ სივრცეში მომრავლდა. მოქმედი ბიზნესები ახალ მეპატრონეებს ეძებენ თბილისშიც და რეგიონებშიც. უძრავი ქონების აგენტები გვიხსნიან, რომ ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი ბოლო რამდენიმე თვეში გახდა და მიზეზად ტურისტების ნაკადის შემცირებას და ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს ასახელებენ. სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალური დირექტორის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სასტუმრო ბიზნესის წარმოება მნიშვნელოვან გამოწვევებს უკავშირდება, რასაც კომპანიების ნაწილი ვერ უმკლავდება. ნინო ჩუბინიძის თქმითვე, კონკურენციაში გადარჩენის გზა ბიზნესისთვის სასტუმრო ნომრებზე ფასის შემცირება. კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო FMCG ბაზარზე მონიტორინგის პროცესს აგრძელებს. სააგენტოს შესწავლის ერთ-ერთ მთავარ საგანს ის პირობები წარმოადგენს, რომლითაც დისტრიბუტორები და მიმწოდებლები პროდუქციას სავაჭრო ქსელებში ათავსებენ. როგორც BMG-ის კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ბაზარზე დომინანტი კომპანია არ არსებობს, თუმცა იკვეთება ტენდენცია, რომ წლიდან წლამდე სავაჭრო ქსელების მიერ მიმწოდებლისთვის დაკისრებული ხარჯები მზარდია. სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მონიტორინგი აჩვენებს, რომ 2024 წელს 2021 წელთან შედარებით რიგ შემთხვევაში ისეთი გადასახადები, როგორც არის მაგალითად მაღაზიაში შესვლის გადასახადი, ეგრეთ წოდებული რეტრო ბონუსი, ქეშბექი გაორმაგებულია. კონკურენციის აგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე FMCG ბაზარზე მონიტორინგი 2025 წლის დასაწყისის პერიოდზე მიმდინარეობს. რაც შეეხება საკითხს, საჭიროებს თუ არა მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობები დამატებით რეგულირებას, სააგენტოში ამბობენ, რომ ეს საბოლოოდ მონიტორინგის შედეგებმა უნდა გამოკვეთოს. კომპანიის აგრობადეს დამფუძნებლის ავთომაისურაძის განცხადებით, თუ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ფერმერებს გაეზრდება, სავარაუდოდ კომპანია წარმატებას გაორმაგებს. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა. საქმე ის არის, რომ სახელმწიფო ფერმერებს წვეთოვანზე 50%-ით, ნერგებზე 70%-ით და ბადებს 10%-ით აფინანსებს. თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ბადეების დაფინანსების ზრდის მიზნით სახელმწიფოს არაერთხელ მიმართეს. საუბარია, რომ ბადეების დაფარვის დაფინანსება 40%-ამდე გაიზარდოს, რადგან პროდუქცია მოთხოვნა გაიზარდოს. მაისურაძის თქმით, ფერმერებს დამოუკიდებლად რაიმე манипуляციის გაკეთება არ შეუძლიათ. შესაბამისად, იმ პროდუქტებზე მოთხოვნა, რომლებზეც დაფინანსება მოქმედებს, მეტია. რაც შეეხება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ეფექტს, ავთომაისურაძე აცხადებს, რომ მათზე აქციები არ აისახა, ვინაიდან იქ ფერმერები არ დგანან. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2023 წლის მაისში ამოქმედა. ქარხანამ $9 მილიონი ინვესტიციით შექმნა, საიდანაც $150,000 USAID-ის დაფინანსება იყო, დანარჩენი კი დამფუძნებლის პირადი ინვესტიცია. ბოლო პერიოდში შემთხვევები გვქონდა, როდესაც ტურისტებს გაურკვეველი მიზეზით საზღვრიდან უკან აბრუნებდნენ. ამის შესახებ BMG-სთან მძღოლი გიდი ჯიმი სილაგაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით ძირითადად გაბრუნებული ადამიანები აზიიდან არიან. ასევე ერთი შემთხვევა იყო ევროპელი ტურისტის შემთხვევაშიც. ის დასცენს, რომ გაბრუნების მიზეზს მესაზღვრეები ტურისტებს არ აცნობენ.